ილიას ბაღში თბილისის მერიის ბიგ ბენდის ვარსკვლავი გაიხსნა 26 წელი სცენაზე არაერთი საერთაშორისო აღიარება, 1000-ობით კონცერტი და 400-მდე კომპოზიცია. ასეთია თბილისის ბიგ ბენდის მუსიკალური მემკვიდრეობა. საზეიმო კონცერტი ილიას ბაღში გაიმართა, იქ სადაც ბენდი წლებია მოღვაწეობს და მნიშვნელოვან მუსიკალურ პროექტებზე მუშაობს. ბიგ ბენდი 1997 წელს გაიოს კანდელაკმა დააარსა. მათი რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კომპოზიტორების კომპოზიციებს. უკვე 27 წელია რაც არსებობს ჩვენი თბილისის მერის ბიგ ბენდი, ორკესტრი, საკონცერტო ორკესტრი და მრავალი კონცერტი ჩაატარა, მრავალ ესე იგი პროექტებში მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივში და რა ვიცი, მისი ამ ორკესტრის წარმატება რაღაცა აღნიშნულიყო აუცილებლად, რომ მერიამ გადაწყვიტა და ეს გვიხსნიან, ესე იგი, სახელობით ვარსკვლავს ორკესტრს. ეს არის ძალიან დიდი დაფასება და ძალიან დიდი წინსვლა ჩვენი ორკესტრის. დღეს გაიხსნა თბილისის მერის ბიგ ბენდის ვარსკვლავი, რაც არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, ძალიან დიდი რამ ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის. თბილისის ბიგ ბენდი საქართველოს და არა მარტო საქართველოს პუბლიკას უკვე 30 წელიწადია ახარებს. ეს კოლექტივი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რემარკაბელური ფიგურა ქართულ სცენაზე. ის ძალიან დიდი ხანია გასდა ლოკალური ბენდის მნიშვნელობას და გავიდა საზღვარგარეთ.